следовательно, имея военную победу, мы понесли одновременно военно-политическое поражение. ეს იმათთვის და მესამე ვარ ეს იმათთვის ვამბობ, ვინც ამბობს რომ ჩვენ წავაგეთ თუ მოვიგეთ თუ ომი გრძელდება, მე ეს მინდა ვთქვა და ყველამ გაიგოს. ამ ომის გადატანა ოპოზიციამაც და პოზიციამაც ერთად უნდა მოვახერხოთ. დღეს შიგნით საქმის გარჩევების დრო არ არის. დღეს არის ოპონირების დრო ერთმანეთის რომ იცი რა გია აი ამას არასწორად იქნებ ესე ჯობია, იქნებ ესე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მე გასაგებია ბატონგე ძალიან გთხოვთ ძალიან დიდი ბოდიში მე აუცილებლად მოგიწევთ ამ თემაზე ომის თემაზე სასაუბროთ უბრალოდ მაშინ როდესაც თქვენ საუბრობთ რომ ახლა არის დრო იმისა რომ ჩვენ ოპონირება გაუწიოთ ერთმანეთს აუცილებლად კი ბატონო უბრალოდ მონიტორინგიც უნდა გაიწიოს ოპონირებაც უნდა იყოს კრიტიკაც უნდა იყოს მაგრამ ეს არ უნდა გადავიდეს გასაგებია ბატონო გასაგებია უправляемой анархией მის პროტივ გასაგებია მაგრამ ყველანი ყველას წინააღმდეგ არ უნდა წავიდეთ ჩვენ და გვესმოდეს რომ ვართ სახელმწიფოში გასაგებია ბატონო მაგრამ თქვენი ძალიან გთხოვთ მოკლე კომენტარი მაინტერესებს გივით არგამაძე ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი საუბრობს და ოპოზიციას გრებავს ტელეკომპანია მაესტროს ერთ-ერთ პროექტს რუსეთის აგენტობაში ადანაშაულებს საკან ნომერ 5-თან დაკავშირებით და ამ პროექტის არა სწორი არ არის ღია ეთერში ბრძანა ბატონმა გივით არგამაძემ ამ პროექტში მონაწილე ადამიანებს, ნარკომანებს და რუსეთის აგენტებს უწოდებს. ბატონო, ამ პროექტში მონაწილე არა, გულისხმობ ტელეკომპანია მაესტროში საკანი ნომერი 5-ის მონაწილე ადამიანებს. თქვენი ეს განცხადება, როდესაც თქვენ საუბრობთ, რომ ერთმანეთის ოპონირების დრო ნამდვილად არის, ესეთი განცხადებები გივით არგამაძის მხრიდან, თქვენი პოლიტიკური ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან, რამდენად მისაღებია თქვენთვის? არც ერთი მხრიდან ასეთი განცხადებები მისაღები არ არის. მე უფრო დიდი ხანია ნაცნობობაზე თუ ალაპარაკი. ბავშვობას ვიხსენებ. უფრო დიდი ხანია ვიცნობ თქვენს პატიმარს, ვიდრე ბატონ გივით არგამაძეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სწორად გამიგეთ რა რას ვამბობ. მე ორივე არა, მაესტროს პატიმარს თუ კავკასიის პატიმარს. იცით რა, მე ორივეს ძალიან დიდ პატივს ვცემ. და ვერცად დღეს ამაზე ლაპარაკი, რომ არც ერთი მხრიდან რა თქმა უნდა დაუშვებელია იმაზე ლაპარაკი რომ რუსეთის აგენტობაზე და ნარკომანობაზე საუბრობს ბატონ გივით არგამაძე თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია აქვს მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს საინტერესო ალბათ ბატონ გივი ოდესმე მოახერხებს და მიიღებს ჩვენს ეთერში მონაწილეობას სამწუხაროდ ჯერჯერობით იგი უარზია რადიო უცნობში სტუმრობაზე თუმცა იმედი მაქვს რომ ბატონ გივით არგამაძე იქნება ჩვენი გადაცემის სტუმარი და ამ კითხვას აუცილებლად საქმეებს აკეთებს უნდა გითხრათ კი ბატონო ბატონ გია მართლა გულწრფელად დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისათვის გისურვებთ წარმატებებს მთელი გულით დიდი მადლობა რადიო უცნობისა და ტელეკომპანია მაესტროს ერთობლივი პროექტი უცნობი კავკასია რამდენიმე წუთში დაბრუნდება პირდაპირ ეთერში ქრისტიან დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი იქნება ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ქრისტიან დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი ყოფილი ჟურნალისტი გახდა ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი მოგესალმებით გიორგი ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის კი ბატონო პირველ რიგში მინდა გკითხოთ თქვენ როგორც ყოფილი ტელეკომპანია იმედის თანამშრომელს მინდა გკითხოთ თქვენი აზრი მაინტერესებს რამდენად ობიექტურად მუშაობს დღეს ტელეკომპანია იმედი დღეს ტელეკომპანია იმედის გარდა დღეს ძალიან სერიოზული პრობლემაა ზოგადად ნაციონალური მედია საშუალებების მუშაობის მხრივ, იმიტომ რომ პრაქტიკულად დღეს არის ის ვითარება, რომელიც შეიძლება ითქვას ამ მიმართულებით ნაციონალურ ტელეკომპანიებზე ვლაპარაკობ, მე არ გულისხმობ პატარ-პატარა სიტყვის თავისუფლების ოაზისებს, რომელიც სამწუხაროდ ნაციონალურ მასშტაბს ვერ ფარავენ, მაგრამ არსებობენ და ძალიან სერიოზულ საქმესაც აკეთებენ. რაც შეეხება ნაციონალურ ტელეკომპანიებს მიმართულებით არის ისეთი ვითარება, როგორც საქართველოში არასდროს არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში მე ჟურნალისტიკაში მოღვაწეობ 94 წლიდან და 96-17 წლიდან მე ამ დაგვარი სიტუაცია აღარ მინახავს იმ თვალსაზრისით, რომ ყოველთვის იყო ტელეკომპანია ნაციონალური მასშტაბის, რომელიც საზოგადოებას განსხვავებულ ალტერნატიულ აზრს ძალუმად სთავაზობდა და ამ არჩევანის გაკეთების საშუალებას ტენდენციურობაში დაგადანაშაულად ბატონმა გიორონიშვილმა მაშინ როდესაც სწორედ თქვენ მოღვაწეობდით ტელეკომპანია იმედში. იცით საქმეშია ეს იყო ერთგვარი გამოსავალი მაშინდელი ხელისუფლებისა ემართლებინა თავი. ყველაზე დიდი შეცდომა, რაც თავისი არსებობის პერიოდში, განსაკუთრებით თავისი პირველი 5 წლიანი პერიოდის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტმა და შემდეგ კონფერმა მისმა გუნდმა დაუშვა, მე ვთვლი რომ ეს იყო როდესაც ტელეკომპანია იმედს გამოუცხადეს ბოიკოტი. იმიტომ რომ არ გამოცხადებულიყო ბოიკოტი ამ შემთხვევაში ხელისუფლება ძალიან ბევრ მისთვის ძალიან სერიოზული პრობლემის წარმოქმნას აირიდებდა გარკვეულწილად, მაგრამ
იმან უბრალოდ ჩააყენა ტელეკომპანია იმედი მდგომარეობაში, როდესაც თვითონ არ მივიდა, ჩვენ ამის გამო ნამდვილად ვერ გავჩერდებოდით, ვერ დავხურავით ტელეკომპანიას და ამიტომ უბრალოდ იქ გაისვა მხოლოდ და მხოლოდ უფრო მეტად ძირითადად ток-შოუებში და სხვადასხვა სტანდარტულ გადაცემებში ძირითადად ოპოზიციის აზრი და ეს არ იყო არც ტელეკომპანია იმედის ბრალი, არც იმ ოპოზიციონერების ბრალი. კი ბატონო, დღევანდელ სიტუაციაზე ვისაუბროთ, გიორგი, თუ შეიძლება დღეს როგორ მუშაობენ ეს ტელეკომპანიები, გრებალ ტელეკომპანია იმედი, ტელეკომპანია რუსთავი, მოდით აი ამ ტელევიზიაზე ვისაუბროთ განსაკუთრებით, რადგან სწორედ ამ ტელეკომპანიების საბათის არის პრეტენზიები. არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად შევაფასოთ, იმიტომ რომ ტელეკომპანია იმედზეც, ტელეკომპანია რუსთავი 2-ზეც, პირველ საზოგადოებრივ მაუწყებელზე პირველ არხზეც არსებობს ток-შოუები და არსებობს გარკვეულწილად ის საშუალება, რომ ელემენტარულად გამოვიდეს და განსხვავებული აზრი წარმოთქვას ოპოზიციის წარმომადგენელმა. მაგრამ ეს არ არის არანაირად საკმარისი სიტყვის თავისუფლებისათვის, რადგან ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ დღეს კონკრეტული მაღალჩინოსნების მიერ და ეს არ არის ერთი ან ორი ადამიანი, საკმაოდ ბევრი არიან ხელისუფლებაში ასეთები, პირდაპირ ერევიან სარედაქციო პოლიტიკაში. როდესაც პირდაპირ არის მითითება იმისა, თუ რომელი სიუჟეტი უნდა გაკეთდეს, რა არ უნდა გაკეთდეს, რომელი თემა უნდა გაშუქდეს, რომელი თემა არ უნდა გაშუქდეს. საინფორმაციო პოლიტიკის დაბლოკვა არის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორის მქონე. საინფორმაციო საშუალებები ყველაზე დიდი მასშტაბით და ყველაზე მასობრივად აწვდიან ინფორმაციას საზოგადოებას და უქმნიან მათ საშუალებას ობიექტურად. ვინ არიან ეს ადამიანები? ესენი არიან კონკრეტული მაღალჩინოსნები. მე სახელებს დაგვარებს ამ შემთხვევაში დღეს ეხა ნამდვილად ვერ დავასახელებ, თუნდაც იმიტომ რომ მე არ მაქვს არც ჩანაწერი, არ მაქვს არც გადაღებული ვიდეოკადრი როგორ აძლევენ ამ დავალებას. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ეჭვები. მე კონკრეტულად ძალიან ბევრი ადამიანის შესახებ გამიგია, რომ ის ერევა ძალიან სერიოზულად, ძალიან სიღრმისეულად სარედაქციო პოლიტიკაში. ბატონ გიორგი, თქვენ ამის შესახებ პარლამენტში პირადად თქვენ როგორც ყოფილი ჟურნალისტი, პარლამენტში ამის შესახებ რატომ არ საუბრობთ? როგორ ვსაუბრობ? რასაკვირველია, პირდაპირ ყველაზე ხმამაღლა და ყველაზე გამოკვეთილად, სწორედ აი ამ სიტყვებით, რომ საქართველოში დღეს სიტყვი, როდესაც პრეზიდენტი საუბრობს იმაზე, რომ თურმე სიტყვის თავისუფლებაა და ყვავის სიტყვის თავისუფლება ქვეყანაში და ამას იმით ხსნის, რომ თურმე რომელიმე ოპოზიციურ პარტიას შეუძლია თავისი აზრის და თავისი განცხადებით ბრიფინგით მიმართოს მოსახლეობას და ეს საინფორმაციო საშუალებები სადღაც 12 საათიანში, 2-3 საათიანში ეგება და 6 საათიანში გაშუქდება, ეს არის სიტყვის თავისუფლება და ეს არის მწვერვალი, რომელიც მიაღწევს დემოკრატიის თვალსაჩინო. ამაზე პირდაპირ უთხარით, რომ ეს არ არის სიტყვის თავისუფლება. იმიტომ რომ დღეს საქართველოში პირველ რაც თქვით, ეს არის ის, რომ პირდაპირ ჩარევა ხდება სარედაქციო პოლიტიკაში. საზოგადოებას ჯერ კიდევ არ აქვს ინფორმაცია იმაზე, თუ კონკრეტულად ვის ეკუთვნის ესა თუ ის ტელეკომპანია და ეს არის რაღაც სასინელი საიდუმლოება, რომელიც გაასაიდუმლო ხელისუფლება. გარდა ამისა, არ არსებობს ჟურნალისტური გამოძიებები ნაციონალურ ტელეკომპანიებში. ძალიან ბევრი კითხვა არის გაუცემელი ისევ და ისევ იმედის მფლობელობასთან დაკავშირებით და ჩვენ ვიშევთ, რომ ეს სამართლიანი განაწილება არ არის, რაც დღეს იმედის მფლობელობასთან დაკავშირებით ხდება და ძალიან დიდი უსამართლობა ტრიალებს. აი ყველაფერი ამ პრობლემის მოგვარების შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ, რომ ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით სიტყვის თავისუფლების გასაგებია. მანამ ეს პირდაპირ იყო პრეზიდენტისადმი ნათქვამი და თქვენ თუ მოусმინეთ იმ გამოსვლას, რომ ეს საშუალება იყო. გასაკვირველია, ბატონ გიორგი, ჩვენ მოусმინეთ ამ გამოსვლას და ჩვენ ასევე სწორედ ნიაჟიჟილაში მოგუშინ ამ ეთერში გააცნო საზოგადოებას. ჩვენ ჩაგვივარდა ხელს, მე რასაკვირველია, თქვენ ალბათ ჩემს აი ამ განცხადებაში, რომელსაც ახლა მე მოგახსენებ, ალბათ ეჭვებს შეიტანს, მაგრამ ჩვენ ჩაგვარდა ხელს პრეზიდენტის გამოსვლა ის დოკუმენტი, სადაც ეს დოკუმენტი დაურიგდა სხვადასხვა ჟურნალისტებს, პრეზიდენტის გამოსვლა, შემდეგ ოპოზიციის კითხვა-პასუხის, ეს დოკუმენტი მანამდე იყო დარიგებული ჟურნალისტებისათვის. ანუ პრეზიდენტის გამოსვლა, შემდეგ გიორგი თარგამაძის გამოსვლა, შემდეგ პასუხი. ეს დოკუმენტი წინასწარ დაურიგდათ ყველა ნიუსრუმის თანამშრომლებს. ბატონ გიორგი, ამას მაშინ ალბათ პრეზიდენტის გამოსვლა დაურიგდა ჟურნალისტებს, ბუნებრივია. პრეზიდენტის გამოსვლის აი სწორედ ამ დოკუმენტში იყო ასევე მოყვანილი გიორგი თარგამაძის განცხადება. მაშინ მე და გიორგი ერთად მუშაობდით. კი ბატონო, აუცილებლად მოგაწვით ეს უბრალოდ მე დღეს თქვენ ახლა გინდათ ისაუბროთ, თუ ჩვენ რაღაცა შევათავსოთ. არა, მე არ მინდა ვისაუბრო, უბრალოდ მე მაქვს დოკუმენტი. მე ზუსტად პრეზიდენტის დოკუმენტი არის გადამოწმებული და გეტყვი ზუსტად პრეზიდენტის წყაროს მონაცემებით ეს დოკუმენტი არის დარიგებული მანამ სანამ პრეზიდენტი გამოვიდა და გააკეთებდა მის ხელს. აქ რა წერია მითხარით? წერია ის, რომ თქვა იქ არის ჩვენი სიტყვების შეტანილი. მე კითხვა-პასუხის რეჟიმია დოკუმენტი. კითხვა-პასუხის რეჟიმი საერთოდ არ ყოფილა. გიორგი თარგამაძის გამოსვლა არის, ბატონ გიორგი თარგამაძის გამოსვლა ამ დოკუმენტში მოყვანილი. და მაშინ გიორგი თარგამაძის 10-ჯერ მეტი ქონდა გამოსვლა. კი ბატონო, აუცილებლად გაჩვენებთ გადაცემის შემდეგ. მოდი მაშინ ასე გეტყვით. ძალიან მარტივად გეტყვით. ძალიან წუხარ ერთ რაღაცაზე რა. ძალიან წუხარ რომ ადამიანებმა ძალიან კონკრეტული დაინტერესების მქონე ადამიანებმა, რომლებმაც
ვენაფერი პრაქტიკულად ვერ იპოვეს იმ ჩვენ გამოსვლაში საკრიტიკო, მაგრამ ხო არ აღიარებდნენ იმას, რომ დედა რა კარგი გამოსვლა იყო. არც არის საჭირო, გასაგებია პოლიტიკური კონიუნქტურა გარკვეულწილად ადამიანებს ავალდებულებს, რომ იყვნენ მუდმივად რაღაც, მათი კონიუნქტურა, მათი პოლიტიკური წესწყობილება ავალდებულებს მუდმივად იყვნენ აგრესიის რეჟიმში. ვის გულისხმობ? იმათ ვისაც არიან ამ რეჟიმში მუდმივად, გასაგებია. კი, ბატონ გიორგი, აი, ის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ჩვენ პრეზიდენტი